მოგესალმებით სურფასო ტელემაყურებლებო. ეს გადაცემა სტალინის ეპოქაა. მე კი მისი წამყვანი გიორგი ახლოური გახლავართ. დღეს ჩემს გადაცემაში გიამბობთ სტალინისა და პეტრე პირველის შესახებ. ორივემ იმპერია ააგო, თუმცა მხოლოდ ერთს ერქვა საქართველო. წერალი კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა. ტროცკი და მისი მომხრეები სარკაზმით ლაპარაკობდნენ პეტრე პირველზე და ამბობდნენ: რუსეთის იმპერიას ქართველმა ბილწმა ნაყოფმა ჩაუყარა ფუნდამენტიო. როგორც 1925 წელს ბუხარინი ყვებოდა 1927 თუ 1928 წელს ერთ-ერთ პარტიულ შეკრებაზე, სადაც ბოლშევიკური ელიტის ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა. უკვე სტალინთან უკიდურესად დაპირისპირებულ ტროცკის მისთვის კბილი რომ გაეკრა უთქვამს. იმპერატორი პეტრე პირველი ქართველი დიდგვაროვნების უჯიშო ღალატის ბილწი ნაყოფი იყო. მისმა ჯიშმა შექმნა იმპერია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუს ხალხს მართავდა და ანადგურებდა ქვეყანას. სწორედ ამიტომ დავამხეთ 1917-ში. ვიმედოვნებ, ასეთი დამპალი ფესვები აღარასდროს შემოვა რუსულ მეხსიერებაში. დარბაზი გაიყინა. ყველა მიხვდა, რომ სტალინზე იყო საუბარი. სტალინი, რომელიც პრესტიუმში იჯდა, უკვე ქვეყნის მყარი მმართველი იყო და სარკისებული სიჩუმით ხანმოკლე პაუზის შემდეგ ირამ თქვა. ტროცკი ცილს სამებს რუსეთის დიად მმართველს, სულითა და ხორცით რუსს, პატრიოტს, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფოს შეუყარა საფუძველი, მაგრამ სულიერად უჯიშო და პოლიტიკური ბილწი ნაყოფები ყოველთვის ეცდებიან ხელი შეუშალონ ამ გზას და სწორედ ისინი დაიწვევიან იმ კოცონზე, რომელშიც რუსეთის შეკეთება და დაწვა უნდათ. ეს იყო პირდაპირი ქვეპასუხი ტროცკის ცნობილ გამონათქვამზე. რუსეთი ის ნედლი შეშაა, რომელიც კოსონში უნდა შეუკეთოთ რევოლუციის გასაჩაღებლადო. სტალინის ცივი მიზანში გარტყმული სიტყვის შემდეგ ტროცკი სახია წითლებული, სუნთქვაშეკრული გავარდა დარბაზიდან. იმავე 1929 წელს ალექსეი ტოლსტოიმ დაიწყო მუშაობა თავის ცნობილ რომანზე პეტრე პირველი. ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ერთადერთ გულწრფელ ინტერვიუში ყვებოდა. ალექსეი ტოლსტოი სტალინმა 1929 წლის დასაწყისში ზუბალოვში დაპატიჟა, სადაც ბელად სერგეი კიროვიჩს სტუმრობდა. და მწერალს შესთავაზა, რომ პეტრე პირველზე დაეწერა რომანი სოცრეალიზმის სტილში. დიდი მწერალი ამიდიამ გაიტაცა და რომანზე მუშაობა იმავე წელს დაიწყო, რაზედაც სიკვდილამდე იშრომა, თუმცა 1953 წლის ბოლომდე ვერ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლსტოის პირდაპირი პარალელები აქვს გავლებული პეტრე პირველსა და სტალინს შორის. ორივე დიდ რეფორმატორად ყავს გამოყვანილი, რაც აბსოლუტური სიმართლეა. სტალინმა შემთხვევით არ დაადო ტაბუ პეტრეს არარუსობის აფიშირებას და თავადაც სახალხოდ არ უსვამდა ხაზს, რომ იგი ქართველი იყო. თუმცა ტყუილია იმის მტკიცება, რომ თავს რუსად მიიჩნევდა. პირიქით, ჩერჩილთან, რუზველტთან და ირანის ახალგაზრდა შაჰთან განსაკუთრებული ხაზგასმულობით უთქვამს, რომ იგი ქართველია. ეს კი პოლიტიკური წესრიგისთვის იყო საჭირო. სტალინი რუსული ხასიათის სპეციფიკას კარგად იცნობდა და საბჭოეთის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რუსებისთვის არ უნდოდა არასრულფასოვნების კომპლექსი გაეღვივებინა, ანუ რუსებს არარუსი გუმართავსო. მსგავსი მომენტებით ხომ სავსეა რუსეთის წარსული, რაც დიდ სახალხო მღელვარებას იწვევდა. სტალინმა კი კარგად იცოდა რუსეთის ისტორია და ბუნებრივია, ასეთ რამეს არ დაუშვებდა. ლეონ ფოიხსვანგერი სტალინის გარდაცვალების შემდეგ მასზე შემდეგ რამეს წერდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ქართველი იყო, მას თამამად უწოდებ დიდ რუსს. სწორედ მან შეასხა ხორცი დიადი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ყოველმხრივ განადიდა რუსეთი. მე სტალინის რუსეთმა მომხიბლა. თავად სტალინთან ურთიერთობამ კი მომაჯადოვა და რომელ რუსს მოუბრუნდება ენა, თქვას, რომ ის არარუსიაო, მან რუსეთსა და რუსებს ხომ არნახული დიდება მოუტანა. არაერთხელ და არაერთ სერიოზულ მკვლევარ პუბლიცისტს დაუწერია, რომ იოსებ სტალინს რუსების ისტორიაში რუსი ხალხისთვის ყველაზე მეტი სარგებელი აქვს მოტანილი და ამ ფაქტს უბრალოდ ვერსად გავექცევით. ისტორიის დოქტორი ვიქტორ შაპოვალოვი წერს. ალბათ პარადოქსად მოგეჩვენებათ, რომ ფორმითა და შინაარსით სუფთა ქართველი იოსებ ბესარიონის ჯუღაშვილი არის და დღემდე რჩება რუსეთის იმპერიის ერთადერთ მმართველად, რომელმაც ეს ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მყარად გამოიყვანა და უდიდეს ანგარიშს გასაწევ ძალად გადააქცია. ზოგიერთის აზრით რუსეთის გარდამტეხი მომენტი საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენისა იმპერატორ პეტრე პირველის გამოჩენა იყო და ეს საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან. თუმცა პეტრეს ეპოქა მხოლოდ და მხოლოდ იმპერიის გარიჟრაჟი იყო. სტალინისა კი რუსეთის იმპერიის ჭეშმარიტი ძლიერებისა. სხვათა შორის, ივანე მრისხანის შემდეგ სტალინის უსაყვარლესი ისტორიული პერსონაჟი სწორედ პეტრე პირველი იყო და საბჭოთა ბელადი დიდი სიმპათიით იყო გამშვალული მისადმი.
მიჩნეული იყო, რომ ვერსია პეტრეს ქართული წარმოშობის შესახებ შექმნეს ქართველებმა. სინამდვილეში, ეს ვერსია რუსული წყაროებიდან იღებს სათავეს. რუსეთის უკანასკნელი მეფე და პირველი იმპერატორი პეტრე I. პეტრემ სამეფო ტახტი 1692 წელს 10 წლის ასაკში დაიკავა. მის სახელს უკავშირდება რუსეთში მასშტაბური რეფორმების გატარება და რუსეთის ტერიტორიული გაფართოება. 1721 წელს პეტრე I რუსეთის იმპერიის პირველი იმპერატორიც გახდა. დაინტერესებული იყო მეცნიერების შესწავლითა და ევროპული ცხოვრების სტილით, რის გამოც დასავლეთ ევროპაში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ რუსეთში ევროპული წესჩვეულებები და ცხოვრების სტილი შემოიღო. იყო თუ არა პეტრე I ქართველი? ეს საკითხი აქტუალური იყო მის სიცოცხლეშიც. არსებობს სხვადასხვა ფაქტებზე დაფუძნებული ეჭვები, რომ პეტრე I-ის ბიოლოგიური მამა ალექსანდრე მიხაილოვიჩი არ ყოფილა. აღნიშნული ეჭვის მთავარი საფუძველი ალექსეი მიხაილოვიჩისა და პეტრე I-ის დედას ნატალია კირილოვნას შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა 22 წელი და ალექსეი მიხაილოვიჩის ავადმყოფობა გახლავთ. არსებობს მოსაზრება, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო დასუსტებულ მეფეს შვილის ყოლა არ შეეძლო. ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად ახალგაზრდა დედოფლის საყვარელი ქართველი უფლისწული ერეკლე ბატონიშვილი იყო, რომელიც რუსეთის პირველი იმპერატორის მამად მიიჩნევა. ქართველი უფლისწული, რომელიც მოგვიანებით ქართლ-კახეთის მეფე გახდა, რუსეთის კარზე აღიზარდა და დედოფლის სიყვარულთან ერთად რუსი დიდგვაროვნების პატივისცემაც გააჩნდა. სიტუაცია 1674 წელს შეიცვალა. პეტრე I-ის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ ქართულ უფლისწულს რუსეთი დაატოვებინეს. საქართველოში დაბრუნებული ერეკლე 1675 წელს ქართლ-კახეთის მეფე გახდა. პეტრე I-სა და ერეკლე I-ის მამაშვილობაზე რუსული მედია დღემდე წერს. გადმოცემის თანახმად იოსებ სტალინს მასზე შემდეგი რამ უთქვამს: დაუტოვოთ მათ ერთი რუსი მაინც, რომლითაც იამაყებენ. გავრცელებული ცნობით, როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე, პეტრე I მას ხელთ ჩაუვარდა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაუყოვნებლივ იოსებ სტალინს გააცნო, თუმცა საბჭოთა ლიდერმა საიდუმლოს შენახვა უბრძანა. ამასთანავე, როგორც ამბობდნენ, არსებობდა უამრავი წერილები და დოკუმენტები, რომლებიც პეტრეს ქართული წარმოშობის შესახებ ვერსიას ადასტურებდა. თუმცა სტალინის მმართველობის პერიოდში ეს დოკუმენტები უკვალოდ გაქრა. შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც პეტრე I-ის ქართული წარმოშობის შესახებ ვერსიას ადასტურებს. რუსული წყაროები პეტრეს ქართული წარმოშობის დასამტკიცებლად შემდეგ რამეს ავრცელებს. პეტრეს დედას, დედოფალ ნატალია ნარიშკინას არ სურდა შვილისთვის სახელმწიფოს მართვა ჩაებარებინა. ის ამბობდა: ის მეფე არ შეიძლება რომ იყოს, მეფე არ უნდა გახდეს. პეტრეს არარუსული წარმოშობის დამადასტურებელია მეფის ასულის სოფიას ცნობილი წერილი, რომელიც თავად გოლიცინს გაუგზავნა. ჩვენ არ შეიძლება რომ ძალაუფლება ბასურმანს მივცეთ. იმ დროს ბასურმანი არა მხოლოდ უცხოელად, არამედ განსხვავებული რელიგიის პირად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის მართლმადიდებლური სახელმწიფო იყო, ერეკლემ ირანის შაჰთან სამხედრო ალიანსი გააფორმა და ისლამი მიიღო. სწორედ ამას გულისხმობდა სოფიო ამაში. არსებობს ქართველი მეფის არჩილ მეორეს წერილი, რომელიც ნარიშკინას მიწერა: როგორაა ჩვენი პეტრე, ჩვენი ანცი ბიჭი. ყველაზე მძაფრი არგუმენტი კი პეტრეს საკუთარი განცხადება გახლავთ, როდესაც ქართველ პრინცესაზე დაქორწინების საპასუხოდ პეტრემ შემდეგი რამ თქვა: მე მოგვარეს სოლად არ მოვიყვან. რაც იმას მიუთითებს, რომ პეტრემ ბრწყინვალედ იცოდა საკუთარი წარმოშობის შესახებ. რუსულ წყაროებში ასევე აღნიშნულია, რომ პეტრეს არანაირი სიყვარული გააჩნდა დედისადმი და ისიც იმავეთი პასუხობდა. ნატალია უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა სხვა შვილებს, ივანესა და სოფიას, ვიდრე პეტრეს. ხოლო პეტრეს სტუმრადაც კი არ მიდიოდა მასთან, როდესაც ის ავად იყო და არც მის დაკრძალვას დასწრებია, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იმასაც ამბობდნენ თითქოს სიკვდილის წინ დედოფალ ნატალია ნარიშკინას პეტრესთვის გამომჟღავნებია, რომ ის მისი შვილი არ იყო და შეუცვალეს. პეტრე I-ის წარმომავლობა ბუნდოვანია. შეიძლება მართლაც ქართველი იყო, მაგრამ სტალინისთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. პეტრე მისთვის რუსი იმპერატორი იყო, ისეთივე როგორც ივანე მრისხანე, ეკატერინე მეორე, ალექსანდრე მეორე, ნიკოლოზ მეორე. არც ერთს არ გაუკეთებია არაფერი საქართველოსთვის. პეტრემ თავი რუსეთს შესწირა, სტალინმა თავი საქართველოს აქცია. პეტრემ თავი რუსეთს შესწირა, თუმცა სტალინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყო. ის წერდა ლექსებს და არა ვერ წერტილა ლექსებს, არამედ ისეთ ლექსებს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ივერიის პირველ გვერდზე ბეჭდავდა და რომელი ლექსებიც საქართველოს სიყვარულს გვასწავლიდა. სტალინის დროს, როცა ევროპა იწოდა, ის ვეფხისტყაოსანს თარგმნიდა. მისთვის წიგნი და იდენტობა არ იყო უბრალოდ დეკორაცია და როცა სხვები ეშელონებს იწყობდნენ და ომში იარაღს უგზავნიდნენ ერთმანეთს, სტალინმა ჰიტლერს ვეფხისტყაოსანი გაუგზავნა. დაუწერა: აი ეს არის ჩემი ქვეყანა, გაიცანი.
მისი მმართველობისას საქართველომ მოიმატა 7900 კვადრატული კილომეტრით. ეს იყო ჩრდილოეთ კავკასია, გლუხორი და ახალხევი. ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოს უბოძა. ის ადგილი ჰიტლერმაც რომ ვერ დაიპყრო. ამ მიწებზე კი აეროპორტები და უნივერსიტეტები აშენდა. მოსახლეობა კი აბსოლუტურად ქართველებით დასახლდა. მთელ საქართველოში შენდებოდა ჰესები, ქარხნები, თეატრები, ბიბლიოთეკები და ათასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი, სადაც მილიონობით ადამიანი დასაქმდა. ააშენა ქვეყანა, არა სიტყვით, არამედ ქმედებით. სტალინს მხოლოდ ტერიტორიები არ გაუფართოვებია. სტალინმა საქართველოს რწმენა დაუბრუნა. აღადგინა სასულიერო საღვთო სწავლებები. ლენინის დატყვევებული 30000 სასულიერო პირი გაათავისუფლა და რუსეთსა და საქართველოს ავტოკეფალია დაუბრუნა. პოცდამის კონფერენციაზე თამარ მეფის დროინდელი მიწები მოითხოვა 90000 კვადრატული კილომეტრი. ამის მისაღწევად კი მესამე მსოფლიო ომისთვის მზადება დაიწყო. ჩემი აზრით ამას ადასტურებს კორეის ომი და შემდეგ სტალინის სიკვდილი და კორეის ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. დღეისობით საქართველოს ტერიტორიული ფართობი 79700 კვადრატული კილომეტრია და ისიც დაყოფილი და ოკუპირებული. რასაც ჩვენი სახელმწიფო აკონტროლებს 57000 კვადრატული კილომეტრია. და წარმოიდგინეთ, სტალინის პროექტით საქართველოს შესაძლოა ისტორიულ მაქსიმუმს დაბრუნებოდა და ინგლისზე დიდი ტერიტორია გქონოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი თურმე სტალინი ქართველთმოძულე ყოფილა. პარიზიდან და რუსეთიდან ქართული განძი მან დააბრუნა. შარლ დე გოლს პირადად უთხრა: მიეცი ქართველს თავისი ისტორია, განძი თაყაიშვილს გადაეცი და ექვთიმემ ის სამშობლოში დააბრუნა. და მაინც, როცა ვიღაც ამბობს, რომ სტალინი ქართველების მტერი იყო, 700,000 ქართველი მეომარი მეორე მსოფლიო ომში სტალინის სახელით წავიდა. სამშობლოსათვის, სტალინისათვის ეს იყო მათი ლოზუნგი და ამის ფონზე ეს არა მარტო მათი შეურაცხყოფა, არამედ სულში ჩაფუთხებაა. მათთვის სტალინი იყო სწორედ საქართველო. 1947 წლის 26 მაისს სტალინმა სიკვდილის დასჯა გააუქმა და ეს იმის ფონზე, როცა სტალინზე 30-ზე მეტი სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. ამის მიუხედავად დღესაც არსებობს მითი, თითქოს სტალინი ხვედდა ქართულ ინტელიგენციას, მაგრამ მაშინ ვინღა ამიხსნის, რატომ უძღვნიდა გალაქტიონ ტაბიძე სტალინს ლექსებს. ჩვენი სტალინის მარადნო მოცილი დროშიც წინ ახალ ნათელ გამარჯვებისკენ მხარეს გალაქტიონი ხედავს რაც სასწაულებს ახდენს. რატომ ბეჭდავდა ილია ჭავჭავაძე სტალინის პოეზიას პირველ გვერდზე? რატომ ახსენებდა ყველა პატრიარქი მას როგორც მორწმუნეს? მშვიდობ საქმეს ხელმძღვანელობს ხალხთა ძველი ბელადი მშვიდობის დიდი მედრესე იოსებ ვისარიონიძე სტალინი. და ბოლოს რატომ თქვა ილია მეორემ მისი გარდაცვალებისას ვიდექი და ვტიროდიო? თუ კი ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ვისი მტერი იყო სტალინი? და მაინც სტალინის მიმართ თუ ეს ყველაფერი არ გაწონასწორებს, მაშინ პრობლემა სტალინში არ ყოფილა. პრობლემა იმაშია, რომ არ წაგიკითხავს, არ მოგისმენია და არ დაფიქრებულ ხარ. რაც მოგახსენეთ, ეს არასრული ჩამონათვალია. უბრალოდ ეს გადაცემა ამას არ ეძღვნება და ამით არ მთავრდება. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი ისტორია ცარიელი ფურცელი დარჩება. სტალინის სახელობის ქუჩები ინგლისში, ქორჩესტერში და ჩათემში მდებარეობს. მისი სახელობის ქუჩებია საფრანგეთში, იტალიასა და მსოფლიოს მრავალ წერტილში. ისინი პატივსცემენ და უფრთხილდებიან ამ ისტორიას. ამიტომაცაა, რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რა ძალა აქვს ქართველ კაცს, როცა მისგენს საქართველოს ერთგულება და სიმტკიცე წარმართავს. საჭიროა მეტი სიმტკიცითა და გონიერებით მოვიქცეთ. თქვენია მისი წარსული და მისი ისტორია. დაუბრუნდეთ პეტრე პირველს. 1699 წელს რუსეთის ისტორიაში მოხდა გაუგონარი ამბავი. იმხანად რუსეთში მეფის საყრდენძალას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული სტრელცების, ანუ მსროლელთა ჯარი. სტრელცებს ევალებოდათ მეფის დაცვა. ისინი ძირითადად დედაქალაქში, მოსკოვში იყვნენ განლაგებულნი. სრულიად მოულოდნელად 1699 წლის 7 აგვისტოს ღამით სტრელცები მოსკოვიდან აიყარნენ და დედაქალაქის მახლობელ სოფელში მყოფი პეტრე პირველის მოსაკლავად გაემართნენ. დიდხანს აუხსნელი იყო თუ ასე რომ გააბოროტა მეფის მიმართ სტრელცები. პეტრეს სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტრელცებთან 7 აგვისტოს საღამოს მივიდა პეტრეს ნახევარდა და აუწყა მათ, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა ქართველი ბატონიშვილის, ნიკოლოზის, ანუ იგივე ერეკლე პირველის უკანონო შვილი, პეტრე. სოფიო ტახტისთვის იბრძოდა, მაგრამ ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა, სანამ ვაჟი მემკვიდრე ცოცხალი იყო.
კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად სოფიოს სამეფო ოჯახისთვის მეტად სამარცხვინო საიდუმლო საქვეყნოთ უნდა გამოეცხადებინა, რადგან მითქმა-მოთქმით და ჭორებით პეტრეს ვერ ჩამოიცილებდა. ერეკლე ბატონიშვილი ბაბუამ თეიმურას პირველმა რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა, სადაც 20 წელი დაჰყო და იგი ახლო ურთიერთობაში იყო მეფე ალექსი პირველთან და საერთოდ მთელ რუსულ არისტოკრატიასთან. მოხდენილი გარეგნობის ქართველი ბატონიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. ერეკლემ მეფე ალექსის მეორე ცოლი ნატალიამ მანამ გაიცნო, სანამ ალექსი მიხაილოვიჩის კანონიერთან მეცხედრე გახდებოდა. ნატალია ნარიშკინა იზრდებოდა თავისი ნათესავის, გავლენიანი თავადის, არტამონ მატეევის ოჯახში. იმ დროს, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ ნატალია რუსეთის დედოფალი გახდებოდა. არტამონ მატეევი დაინტერესებულიც კი იყო, რომ მისი ნათესავი კახეთის მეფის შთამომავალს გაჰყოლოდა ცოლად, ასე რომ ერეკლესა და ნატალიას ინტიმური ურთიერთობა დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. მეფე ალექსის პირველი მეუღლე იყო მარია მილოსლავსკაია. პირველი ქორწინებიდან ალექსის ყავდა 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი. მეფის 5 ვეძე დაბადებისთანავე ავადმყოფები იყვნენ. ეს ავადმყოფობა მემკვიდრეობითი იყო და როგორც ჩანს, სისხლით გადადიოდა. თვითონ ალექსი ძალიან კარგი პიროვნული თვისებების ადამიანი გახლდათ. ავადმყოფი იყო ალექსის მამა, პირველი რომანოვი მეფე, მიხეილი. კერძოდ მისი ავადმყოფობა გამოიხატებოდა გონებრივ სისუსტეში და გადაადგილების უნარის შეზღუდვაში. ალექსი თითქოს მამას არ ჰყავდა. გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ძლიერი იყო. ძალიან უყვარდა ნადირობა და პირადად მონაწილეობდა ომებში, პოლონეთის წინააღმდეგ. დაახლოებით 40 წლის ასაკში მას ჯანმრთელობა მომტყუნა. ერთბაშად მოწყდა და ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა, რაც როგორც ჩანს მისი მემკვიდრეობითი ავადმყოფობის შედეგი იყო. ალექსის 3 ვაჟი, დიმიტრი, ალექსი და სემიონი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. ორი დანარჩენი, თეოდორე და ივანე, მძიმე ავადმყოფები იყვნენ. 1679 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე, დედოფალი მარია. ცხადი იყო, რომ რუსეთს სამეფო ტახტზე ასაყვანად ჯანმრთელი უფლისწული არ ჰყავდა. ამიტომ უნდოდა თუ არა, ალექსის მეორედ უნდა ეკორწინა. ალექსიმ კარგად იცოდა, რომ ცოცხლად დარჩენილი მისი ორი ვაჟიდან, თეოდორედან და ივანედან, ვერც ერთი ვერ იმეფებდა. მეფის კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა ის დაარწმუნეს, რომ უნდა ეკორწინა, რადგან ქვეყანას ჯანმრთელი უფლისწული სჭირდებოდა. მეფე როგორც ჩანს მაინც ყოყმანობდა, მაგრამ მეორედ დაქორწინდა. ნატალია ნარიშკინა მეფეს თავად არტამონ მატეევის ოჯახში გააცნეს. მეფე ალექსიმ და ნატალიამ 1671 წლის 22 იანვარს იქორწინეს, ხოლო პეტრე პირველი გაჩნდა 1672 წლის 30 მაისს. ქორწინების დროისთვის, როგორც აღნიშნე, მეფე ალექსის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ზედმეტად გასუქდა და ფიზიკურად დაუძლურებული იყო, თუმცა ასე კი დიდი არ ჰქონდა. მხოლოდ 42 წლისა გახლდათ, ხოლო დედოფალი ნატალია 20 წლის ჯანღონით სავსე ლამაზი ქალი იყო. ერთ-ერთ სანდო რუსულ წყაროში დაცულია ცნობა, რომელიც შემდეგს იუწყება. სამეფო კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა კარგად იცოდნენ, რომ მეფე შვილს ვეღარ გააჩენდა და არ იყო არავითარი გარანტია იმისა, რომ თუ გააჩენდა, ისიც ისეთივე ავადმყოფი არ იქნებოდა, როგორც ალექსის 5 ვაჟი. არადა მეფე ალექსი შეიძლებოდა ძალიან მალე გარდაცვლილიყო. შეშფოთებული ბოიარები თურმე ამბობდნენ, მეფე ალექსის შვილის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ შვილის გაკეთება შეუძლია ქართველ ერეკლე ბატონიშვილსო. ბოიარებისთვის ხომ კარგად იყო ცნობილი ნატალიასა და ერეკლეს ინტიმური ურთიერთობის შესახებ. მეფე ალექსისა და ნატალიას ქორწილზე ერეკლე ქორწილის მესტუმრე იყო, ანუ საპატიო სტუმრების მიღება მას ევალებოდა. ეს მოვალეობა ალექსიმ მეგობრული ურთიერთობის გამო დააკისრა ერეკლეს. სასახლის კარზე ცხადია დიდ ყურადღებას აქცევდნენ ერეკლესა და ნატალიას ურთიერთობას, მაგრამ ბოიარები გარკვეულ დრომდე ითმენდნენ. ერთშენიერ დღეს კი ბატონიშვილი ერეკლეს სივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან. ერეკლეს მოსკოვიდან გამოძევებიდან 1 წლის შემდეგ მეფე ალექსიც გარდაიცვალა. აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა სრულიად მოულოდნელად მიაკვლია მოსკოვის ერთ-ერთ საარქივო საქმეში ნატალიასა და ერეკლე ბატონიშვილის მიმოწერას, მაშინ როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში ნატალია ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს, მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს. ნატალია ნარიშკინა უნდა ვივარაუდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იქნებოდა. მართალია, უკანონო შვილის გაჩენით მას დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ როგორც მორწმუნე თუ მანამდე არა. სიკვდილის წინ მაინც მოვალე იყო მოძღვრის წინაშე აღსარებაში ჩადენილი ცოდვა მოენანიებინა და შვილისთვის ეთქვა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა.
აღასრულა თუ არა ნატალიამ მორწმუნის ვალი არავინ იცის. რაც შეეხება პეტრე პირველს, მას საქართველოს მიმართ არანაირი სიყვარული არ გამოუმჟღავნებია. პირიქით. თუმცა პეტრე ძმას ავითებყრობოდა ქართველ ბატონიშვილს, ალექსანდრეს, რომელსაც რუსეთის არტილერიის უფროსობა უბოძა და დიდი ფულიც გაიღო იმისთვის, რომ ალექსანდრეს შოდების ტყვეობიდან გამოეხსნა. არსებობს არც თუ მთლად სანდო წყარო იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლებისას პეტრემ აღნიშნა, რომ იგი ძირძველი დინასტიის შთამომავალი იყო, რომელ დინასტიას გულისხმობდა პეტრეს არ დაუზუსტებია, მაგრამ ცნობილია, რომ რომანოვები იმ დროს ძირძველ დინასტიად ვერ ჩაითვლებოდნენ, რადგან პირველი რომანოვი ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდა. პეტრე პირველი გამოირჩეოდა თავისი გარეგნობითა და ახოვანებით. იყო 2 მეტრის და 4 სანტიმეტრის სიმაღლის, შავგრემანი, დიდი და ცოცხალი თვალებით და უშიშარი არწივისებური გამოხედვით. ბუნებით მონიჭებული უსაშველო ძალის პატრონი იყო. ჯაყუჩისა და ნაჯახის გამუდმებული ხმარებისგან განსაკუთრებულად ჰქონდა კუნთები განვითარებული. შეეძლო ვერცხლის თეფშის დაგორგლა. ისეთი გრძელი ნაბიჯებით დადიოდა, რომ ხლებლები ფეხს ვერ უსწორებდნენ. თუ ის არ მოგზაურობდა, ან არ ქეიფობდა, ან არ ცეკვავდა, მაშინ რაღაცას აშენებდა. ხელებზე ერთგვარად კოჟრები ჰქონდა გაჩენილი, შრომისა და ჯაფისგან. პეტრემდე დედაქალაქი იყო მოსკოვი, გახდა პეტერბურგი, იყო უკაზები, გახდა სამინისტროები, იყო საპატრიარქო, გახდა სინოდი, იყო გაუნათლებლობა, შემოვიდა განათლება, იყო მეფე, გახდა იმპერატორი. თანამედროვე რუსი მკვლევარების, მას შორის ვლადიმერ ბროუკოს მტკიცებით, გამორიცხულია პეტრე პირველი ალექსი მიხაილოვიჩისგან ჩასახულიყო. პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. თუ გამოვაკლებთ ამ წლის 5 თვესა და წინა წლის 4 თვეს, გამოგვივიდა, რომ პეტრეს ჩასახვა მოხდა 1671 წლის აგვისტო-სექტემბერში, ხოლო სად იყო ამ დროს ალექსი მიხაილოვიჩი ომში გახლდათ. 1671 წლის 22 ივნისს ოსმალეთმა ომი დაუწყო მოსკოვის სამეფოს ახალ მოკავშირეს, რეჩ პოსპოლატს და სწორედ აქ იყო ჩვენი მეფე ალექსი. ყველაზე უკეთკი საქმის რეალური ვითარება ბუნებრივია. იცოდა მწერალმა ალექსეი ტოლსტოიმ, რომელიც რომანს წერდა იმპერატორზე და რომელსაც მიუწვდებოდა ხელი ისტორიის დაფარულ არქივებზე. მაგრამ არსებობს ყურადსაღები გადმოცემა, რომ სტალინმა აუგზალა ალექსეი ტოლსტოის პეტრე პირველის ქართველობის გამხელა. ამიტომ მწერალი თავის ორტომიან ეპოპეაში, რომან პეტრე პირველში სჯერდება ამ საკუთარ მსჯელობაში მეფის თვისებათა აღწერას, სადაც მის რიგ ქმედებებში მოიაზრებს აზიურ სფიერებას, ან იმოწმებს მეფის ასულ სოფიოს ბუნდოვან გამონათქვამებს, მაგალითად იმის თაობაზე, რომ პირდაპირ საიგაო და სასაცილო ვინმეა მისი ძამიკო პეტრუშკა, არც ხასიათით და არც გარეგნულად, მამას რომ არ გავს. ის, ვისაც რუსეთის პირველი იმპერატორის პოტენციურ მამად მოიხსენიებენ რუსული წყაროები, არის თეიმურას პირველის შვილის, დავითის ვაჟი. და სხვათა შორის, სახის მოყვანილობითა და აღნაგობით დავითსაც ძალზე ამსგავსებენ რუსი ისტორიკოსები პეტრე პირველს. ერეკლე შემდგომში ჯერ ქართლის, ხოლო შემდეგ კახეთის მეფე გახდა, ხოლო მოგვიანებით შახის გვარდიის სარდალი ნაზარ ალიხანი. ცხადია, თავად პეტრემაც ძალიან კარგად იცოდა საკუთარი წარმოშობის შესახებ, რაზედაც მიგვითითებს სტალინის სიკვდილის შემდეგ დაბეჭდილი არაერთი პუბლიკაცია, რომელთაგან ერთ-ერთში ცნობილი ისტორიკოსის სერგეი დაიანის წიგნში ბოროდინი, მოსკოვი, 1955 წელი, გვერდი 154. საჯაროდ არის გამხელილი, რომ პეტრე პირველი თავს ქართლის მეფეთა მემკვიდრედ თვლიდა და აქედან ასკვნიდა, თუ რა დარჩქარობდა ვახტანგ მე-6-ს დახმარებას სპარსულ ლაშქრობებში, რათა ჯერ დასუსტებულიყო ეს მეწინავე ქართული სამეფო და მერე საკუთარი უფლებამოსილებით მას თვით გაეერთიანებინა თავის მიერ შექმნილ იმპერიის საზღვრებში. ამ საზღვრების გასაფართოებლად კი იგი ძალღონეს არ ზოგავდა, რისთვისაც ყველაზე ერთგულ თანამებრძოლად გამოაცხადა ქართველი უფლისწული ალექსანდრე ბატონიშვილი. ბავშვობიდანვე პეტრესგან უდიდესი ყურადღება ალექსანდრესა და მისი ოჯახის მიმართ უცილობლოდ იმ გარემოებით იყო განპირობებული, რომ პეტრემ მშვენივრად იცოდა დედისგან მათთან საკუთარი ნათესაობა. ერეკლე პირველი არჩილის სოლისმა იყო და არა მარტო დედისგან, თავისი დაცხომ სახალხოდ ყვიროდა. ჩემი ძმა ქართველი უკანონო ვაჟიაო. აღსანიშნავია, რომ პეტრე ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ დიდ ყურადღებას აქცევდა მამიდის ოჯახს, რასაც თავისი მამიდაშვილის დარეჯან არჩილის ასულისადმი პატივისცემით გამოხატავდა. შემთხვევითი არ იყო, რომ 1722 წლის 30 იანვარს შვედებზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ მთელი თავისი ოჯახითა და ახლო თანამებრძოლებით მოსალხენად მოსკოვიდან დარეჯანის საცხოვრებელ სვესვიატკოეში გაემგზავრა, სადაც დარეჯანმა საზეიმო სუფრა გამართა. დარეჯანი ძმის დაღუპვით დამწუხრებული საზეიმო მეჯლისში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. პეტრემ დატოვა ამალა და მთელი ღამე დარეჯანთან საქმიან საუბარში გაატარა. შვედებზე გამარჯვების ზეიმი პეტრემ სვესვიატკოეში არჩილის სასახლეში დაიწყო და გამარჯვების სახელზე თქმული სასმისით რუსეთის არტილერიის პირველი ფელდცეხმაისტერის შესანდობარი შესვა.
იმასაც ამბობენ ერთხელ, ერეკლე პირველს თვალზე ცრემლი მოსკომია და დანანებით უხსენებია. ჩემი ვაჟი იმპერიას მართავსო. ამით ზურფასო ტელემაყურებლებო, ჩემი გადაცემა დასრულებულია. კარგად იყავით.